ხშირად მამაკაცებს განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ აწუხებთ ხშირი შარდვა. ეს შეიძლება იყოს წყვეტილი შარდვაც, ასევე დაუცლელობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ, რის გამოც ხშირად უწევთ ღამით ადგომა და ყოველივე ეს დიდ დისკომფორტს უქმნის მამაკაცებს. აღნიშნული სიმპტომები ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება შეხვდეს, მაგრამ მამაკაცებს 50 წლის ზემოთ დაახლოებით 50% შემთხვევაში აქვთ შარდვის პროცესის გართულებები, ხოლო 60 წლის ზემოთ 60%-ზე მეტ მამაკაცს და ასაკის მატებასთან ერთად ეს ციფრი სულ უფრო იზრდება. რა არის შარდვის პროცესის დარღვევის ძირითადი მიზეზი მამაკაცებში? შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა და როგორ? ამის შესახებ მე ახლა მოგიყვებით. პირველ რიგში